რა თანხა დავკარგე altcoin-ებში და რას უნდა ველოდოთ Bitcoin-ი და Ethereum-ისგან. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ Bitcoin-ის და Ethereum-ის ჩარტებს და ყველაფერს, თუ რა შეიძლება ველოდოთ Bitcoin და Ethereum-ისგან და საერთოდ კრიპტობაზარისგან. მაგრამ სანამ გადავალ ჩარტებზე, მინდა გითხრათ, თუ რამდენი თანხა დავკარგე altcoin-ებში, altcoin-ების ტრეიდინგში. რა თქმა უნდა, altcoin-ებში ინვესტიციას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ altcoin-ებში ინვესტიციის გაკეთება ჩემთვის არ არის მისაღები, რადგან მათ არ გააჩნიათ ფუნდამენტალური ანალიზი. რა თქმა უნდა, Bitcoin-ში და Ethereum-ში ვაკეთებ ინვესტიციებს, მაგრამ altcoin-ებში არ ვაკეთებ ინვესტიციებს, მაგრამ ვაკეთებ ტრეიდებს. ახლა კიდე გეწყოთ რამდენი დავკარგე თებერვალში altcoin-ებით ვაჭრობაში. მე დავკარგე სადღაც პლუს-მინუს $1200-მდე და მoni ახლა განვიხილოთ ტრეიდერსა და ინვესტორს შორის განსხვავება, თუ რა არის ეს ვთქვათ ჩემს და იმ ადამიანების შორის განსხვავება, ვინც ინვესტიციებს აკეთებენ altcoin-ებში. რა არის ორივეს მიზანი? ორივეს მიზანი არის, რომ რა თქმა უნდა დავაფიქსიროთ მოგება, ხო, ტრეიდერის და ასე ვთქვათ ინვესტორის მიზანიც არის ერთადერთი, რომ გავაკეთოთ მოგება. მაგრამ ინვესტორები ისე არიან brainwashed, რომ ისინი არიან შეყვარებული თავიანთ coin-ზე, გონიათ რომ თავიანთ coin იქნება next Ethereum-ი, მომავალი Bitcoin-ი, მომავალი ეს, მათ ძალიან მაგარი გუნდი ყავთ, ნახეთ ახლა რა ხდება, თუ მაგარი გუნდი ყავთ და თუ მას მართლა use case-ი, თუ ის მართლა იყენება გადარიცხვებში, ფიებში, იმაში, არ აქვს მნიშვნელობა, რატო ვარდება ის, როცა ოფლაინ ბაზარი ვარდება, ხო? ეს ამ კითხვაზე მარტივად შეიძლება პასუხი გაიცეს. მაგრამ რატო გეუბნებით მე ახლა ამ ყველაფერს და რატომ გიზარდ თუ რამხელა წაგება გავაკეთე მე? მე ეს წაგება რო გავაკეთე, ნახეთ, ეს წაგება ძალიან მალევე გამოვასწორე სამ ტრეიდში. 2.5 ტრეიდში Bitcoin-ზე და Ethereum-ზე, რა თქმა უნდა, მე day trade-ობ, ანუ ყოველდღურად ვაკეთებ ტრეიდებს და swing ტრეიდებს ვიღებ ხოლმე altcoin-ებზე. ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი Instagram-ზე მაქვს დადებული, ძალიან ტრანსპარენტულად, ასე რომ შეგიძლიათ გადახედოთ მაგასაც. მაგრამ რატომ ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ხანდახან ეს საჭიროა ხოლმე, იმიტომ რომ როცა მე ვიყავი დამწყები ტრეიდერი და მქონდა ხოლმე losing streak-ი, ბევრი გასტოპვა, დიდი თანხის დაკარგვა ხოლმე და როცა მე სხვა ტრეიდერებისგანაც რომ მათაც ქონათ იგივე ადგილზე გასტოპები, ამ შემთხვევაში მოტივაცია მეძლეოდა, რომ აი მე სწორ გზაზე ვდგავარ და ჩემს გარდა ისინიც ისტოპებიან და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მომგებიანი ტრეიდერი არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ კარგავ ფულს. როგორი, აი, სოფლიოში ყველაზე მაგარი ტრეიდერი რომ მოიყვანოთ, ყველაზე ძალიან ვინც ყველაზე მეტ ფულს აკეთებს, რა თქმა უნდა, ისიც ისტოპება, რა თქმა უნდა, მასაც აქვს ტრეიდები, რომლებიც ცუდად მიდის, რა თქმა უნდა, მასაც აქვს ცუდი თვე, ცუდი კვირა, ცუდი დღები და ასე შემდეგ. თუ თქვენ altcoin-ებში გაქვთ ინვესტიცია და თქვენი ინვესტიციები დავარდა და altcoin-ები დავარდნენ, ანუ ფასები თუ დავარდა, რა თქმა უნდა, მე რო ტრეიდში ვიზივარ, მეც გავისტოპებ. ხო, იმიტომ რომ მე მიყანია stop loss და მაგიტომაც არის stop loss-ი, რომ მე გავისტოპო ერთ ადგილას და დავკარგო ის ჩემდამი გარისკული თანხა და არ ვიყო ამ ტრეიდებში დიდი ხანი. მაგრამ მოდი ახლა ვნახოთ განსხვავება ტრეიდერსა და ინვესტორს შორის. ნახეთ, მე რა თქმა უნდა ახლა ინვესტიციებს ვაკეთებ Bitcoin-ში და Ethereum-ში. მე ვიცი, რომ მე არ მაქვს არანაირი კონტროლი. შემიძლია ყველა დიპზე, ყველა ვარნაზე ვიყიდო, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი კონტროლი და ნუ ახლა მე მაინც არ ვნერვებო Bitcoin-ს და Ethereum-ზე, იმიტომ რომ Bitcoin და Ethereum არიან კრიპტობაზარზე მაინც ყველაზე დიდი კოინები, რომლებიც, ანუ ყველაზე დიდი ვარდნის შემთხვევაში უფრო ნაკლებ დარტყმას განიცდიან ხოლმე, რასაც Ethereum-ზე ვერ ვიტყვით ამ ბოლო ხანებში, მაგრამ მაინც ამ ორ კოინში ვაკეთებ მაინც ინვესტიციას და არ ვნერვებობ, რომ ისინი განულდებიან და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ როცა შენ ხარ altcoin-ებზე, ინვესტიციას აკეთებ altcoin-ებზე, მე არ მიყვარს ხოლმე, როცა მე არ მაქვს კონტროლი. ანუ ახლა წარმოიდგინე შენ საფულე, ანუ მე არ დამიჭირო, არ გეუბნები, რომ მე უნდა დამიჭირო. უბრალოდ ჩაიხედე შენ საფულეში, თუ გაქვს ინვესტირებული ფული altcoin-ებში, გაქვს თუ არა შენ კონტროლი. მე ვიცი რომ რა თქმა უნდა TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე გეუბნებიან, რომ დავარდა და კიდე იყიდე. კიდე დავარდება და რამდენი ხანი უნდა აგრძელო ყიდვა, ხო? წარმოიდგინე რომ ყველაფერი მიდის მინუსში და შენ არ გაქვს არანაირი კონტროლი, ვერავის ვერ აკეთებ გარდა წაგების დაფიქსირების და ეს წაგება სავარაუდოდ ზანიდი იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი გაუხსნა 40-60-70%, ზოგი 90-იც. ან უნდა გაყიდო ყველაფერი წაგებაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან წაგებას მომიტანს, ან უნდა დაამატო, ან უნდა ელოდო, ხო, რა თქმა უნდა, არც ერთი არ არის კარგი, იმიტომ რომ
რამდენი ხნის განმავლობაში ზიხარ შენ ესე ვთქვათ ამ წამგებიან ინვესტიციაში, ხო? შენ როგორც ახლა მე მაგალითად ტრეიდინგი არის ბიზნესი და ბიზნესში შენ გინდა რომ რაც შეიძლება ცოტა თანხა გქონდეს, ესე ვთქვათ, გაყინული. ნახე ბიტკოინში და ეთერეუმში მე რომ აქვს ინვესტიცია გაკეთებული, ეს ფული არის გაყინული და მე ამას შეგუებული ვარ. ვიცი რომ ამ თანხას ვერ გამოვიყენებ იქამდე სანამ ისინი არ მიაღწევენ დიდ ნიშნულებს, ხო? მაგრამ როცა ვეხებით ტრეიდინგს, მით უმეტეს, როცა ალტკოინებზე აქვს საუბარი, შენ გინდა რომ რაც შეიძლება მალე გამოხვიდე ტრეიდიდან, თუ ალტკოინი არ მიდის იქით, საერთოდ გინდა რომ წავიდეს. ამ ყველაფერს გეუბნებით უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენც მოგცეთ მოტივაცია, რომ მეც ვისტოპები, ყველა ისტოპება. უბრალოდ ერთადერთი განსხვავება, რაც ჩემ და შენ შორის არის ის, რომ მე კონტროლი მაქვს ჩემ საფულეზე, მე ახლა ჩემ თანხებს ვაკონტროლებ, მქონდა ამდენი, გავისტოპე, დავკარგე თანხა, სხვა ბიტკოინ და ეთერეუმის ტრეიდებით რო არ გამომესყიდე ისევის თანხა და არ გამეკეთებინა ესე იგივე თანხა რაც მე დავკარგე, მაინც არ ვინერვიულებდი, იმიტომ რომ ჩემი თანხის 80 და 90% არ დამიკარგია, კიდაც 40-50% ავიღოთ, ახლა ვიღაცამ თქვას რომ აი ჩემი პორტფოლიო მაქსიმუმ 40% დავარდა და იქით რაღაცა, ნუ არც 40% არ დამიკარგია, რამოდენიმე ალტკოინის swing trade-ში ვიყავ შესული, ზოგან გავისტოპე, ზოგან break-even-ში გავისტოპე, ზოგან პატარა მოგებაში, მაგრამ ჯამში მაინც $1200-მდე დავკარგე. ამიტომ ეს მაინც დანაკარგად ითვლება. და მინდა ესე ვთქვათ, ესეც გითხრათ, რომ ანუ ყველა ისტოპება, მე ვისტოპები მათ შორის, მაგრამ მე ეს წაგება უკვე გამოვასწორე, მაგრამ რომ გამომესწორებინა, არ ვინერვიულებდი, იმიტომ რომ ჩემი კაპიტალის მთლიანი თანხა არ დამიკარგია, ხო? მით უმეტეს წარმომიდგენია ახლა რა ძნელია ტრეიდინგი ბევრისთვის, შეიძლება ბევრ გამოცდასაც გაუჭირდეს, მაგრამ დამწყებებისთვის ეს უფრო ძალიან, ესე ვთქვათ, მტკივნეული და ძნელი მომენტია, იმიტომ რომ ფასი ყველგან ან მაღლაც მიდის, ქვემოთ მიდის, ანუ day trading-ისთვის და scalping-ისთვის ეს არის იდეალური მომენტები, იმიტომ რომ ძალიან დიდი volatility-ია, ძალიან დიდი volume-ია და ეს არის იდეალური მომენტი, რომ მივაჭრო როგორც day trader-მა და scalper-მა, მაგრამ swing trader-ისთვის არის ერთ-ერთი ძალიან არასასიამოვნო მომენტი, იმიტომ რომ ფასი ყველგან მიდის, ანუ მაღლაც მიდის, ქვემოთაც მიდის და ეს ყველაფერი ხდება ნიუსების ფონზე. ანუ ტრამპი რასაც გამოვა და იტყვის, ფასი რეაგირებს და იმიტომ ყოველთვის რომ ბაზარი როცა არ არის სტაბილური და ბაზარი როცა არ არის რეგულირებადი, ყველა გიჟი რას უნდა იმას გააკეთებს. და ამ შემთხვევაში ვინ კარგავს ხოლმე ფულს, რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც აკეთებს ინვესტიციას ამ ბაზარში, ხო, მაგალითად რომ ავიღოთ, ის ტრამპის კოინი, მელანის კოინი და შემდეგ ის რა ქვია, ელონ მასკმა თქვა, მეც გამოვშვებ ჩემ კოინსო და რო ვკითხეს რატო, რა უნდა გააკეთო თუ რა ხალხმა ინვესტიციაო, არ უნდა გააკეთო ინვესტიციაო, მე უბრალოდ ფულის გაკეთება მინდა. I just want to make money. წარმოიდგინე ეგეთი რაღაცები რო ხდება, რა თქმა უნდა დაკარგავ ფულს და რა თქმა უნდა არ მაგაკეთო ეგეთ რაღაცებში ინვესტიცია, ხო? ახლა კიდე კენი ვესტი და ვიღაც, ანუ ყველას ვისაც ყავს ბევრი ფოლოვერები, ყველა აკეთებს ამას, რომ რა თქმა უნდა გააკეთონ ფული, ხო? ზოგი აღიარებს, რომ ამას აკეთებ ფულის გულისზე, ზოგი რავი, ანუ ყველა ამობს რაღაც ცვლილებას, ხო, მაგრამ უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენ გქონდეს რაც შეიძლება მეტი კონტროლი შენ საფულეზე, დაცით, მეტი არავის არ უნდა უყურო და არაფერს არ უნდა უყურო. ახლა კიდე განვიხილოთ, მეგობრებო, ბიტკოინის და ეთერეუმის ჩარტები. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. ალტკოინებზე მე რასაც ვამბობ, ანუ ყოველთვის ნახეთ, ყოველთვის იგივე ხდება, როცა ალტკოინებზე არ ვაკეთებ ინვესტიციას, მეთქი გამოხდება ვიღაცა და აი ეს ამ კოინს ძალიან მაგარი დეველოპერები ყავს, ეს კოინი, ის არის ის კოინი, ეს არის ეს ამ ბლოკჩეინზე ტრიალებს, ეს იმოშვება, ეს ამოშვება, ეხლა ხო ხედავთ ყველაფერს. ანუ ერთი კოინი დამისახელეთ, ეგ ფუნდამენტალური ძალიან ძლიერი კოინი დამისახელეთ, რომელიც ბაზრის საწინააღმდეგოდ წავიდა და მაინც იზრდება, იმიტომ რომ ის ძალიან მაგარია, ძალიან ჩვენ ეკოსისტემაში გამოიყენება და რაღაც ცვლილები, ანუ დამისახელეთ ერთი ალტკოინი მაინც დამიწერეთ, რომელიც ბაზრის საწინააღმდეგოდ წავიდა და გააკეთა ზრდა. რა თქმა უნდა, ვერ დამისახოთ, მაგრამ თუ დამისახოთ, აუცილებლად გადავხედავ და ძალიან მაინტერესებს. გადავიდეთ ახლა ჩარტებზე და ვნახოთ რა ხდება ბიტკოინზე და ეთერეუმზე. არქს ვერაფერს ვერ გეტყვით, მეგობრებო, ბიტკოინზე და ეთერეუმზე. ამ ბიტკოინზე და ეთერეუმის ჩარტები ძალიან ცუდად გამოიყურება. მოდით დავიწყოთ მაღალი ტაიმფრემებით. თვიურზე აქ გვქონდა ესეთი volume node, რომელიც დავკარგეთ. გავტესტეთ და შეიძლება ახლა ქვემოთ წავიდეთ, მაგრამ მონდლიზე ჯერ არაფერი არ გვაქვს ისეთი, რომ ვთქვათ, რომ ვაუ, მაღლა წავალთ ან ქვემოთ წამოვალთ.
უბრალოდ იცი რომ აქ გვაქვს გასატესტი ადგილი. ახლა გადავიდეთ ვიკლიზე და ვიკლიზე საშინელება ხდება. აი როცა ვამბობ ხოლმე რომ არასდროს არ უნდა ივაჭრო არც პატრონებზე, არც სანთლებზე და ამავდროულად რა თქმა უნდა სანთლებზე კიდე ცალკე გავაკეთებ მე ვიდეოს, მაგრამ ბევრმა დაინახა ეს სანთელი. ზოგი, ანუ ძალიან ბევრი სახელები არის, შუთინგ სტარი, ჰამერი, ისა, ესა, მე ინგულფინგები და ანუ რაღაც სულელე სანთლები, ვინც სანთლებზე ვაჭრობს. მithumetes სახიან აი სწორ ადგილას თუ იყო და ვიკლიზე და ის ძლიერია, ნახეთ რა ხდება. გქონდა აქ ის სანთელი, რომლის შემდეგაც ყველა შევიდა ლონგზე, მაგრამ ხედავთ რაც ხდება. დავარდა და სხვათა შორის როცა ჩვენ ეს ზრდა გქონდა, ეს და რო გქონდა, Instagram-ზე გქონდა დადებული ესეთი story, რომ ვინც ამ ესე ვთქვათ news-ზე შედის მეთქი და ამ ზრდაზე FOMO ემართება და FOMO-ზე შედის მეთქი, დავწერე რომ ის აუცილებლად კარგავს მეთქი ფულს და უბრალოდ გემბლერი არის მეთქი, იმიტომ რომ რაც ძლიერად იზრდება და ნიუსების ფონზე ის ანუ იგივე სიძლიერით, ანუ უფრო დიდი სიძლიერით ვარდება და კარგავს თავის ღირებულებას მეთქი და აი ხედავ ზუსტად იგივე მოხდა. ალტკოინებზე ზუსტად იგივე მოხდა, რაც ნიუსზე იზრდება, ის იგივე, ანუ იგივე სიმძლავრით, ანუ უფრო ძლიერად ქვემოთ ვარდება. ამიტომ როცა FOMO არის ხოლმე და ყველა ყიდულობს, ზუსტად მაგ დროს უნდა გეშინოდეს ხოლმე ესე ვთქვათ, რაიმეს ყიდვა ან გაყიდვა, უბრალოდ უნდა გქონდეს შენი პლანი. რა დროს შეგეძლო შენ გეყიდა, შენ შეგეძლო გეყიდა რიტესზე და ეს შეიძლება ყოფილიყო, ანუ ამისთვის არ არის საჭირო ძალიან მაგარი ტრეიდერი იყო, ეს შეიძლება ყოფილიყო აი ეს მხარე, ანუ ეს მხარე რომ გატესტილიყო. ხედავთ რომ ეს უკვე გაიტესტა ერთხელ და დაფიქსირებდი აქ რაღაც მოგებას და აქ ქვემოთ კიდევ არის დარჩენილი გასტესტი ადგილი, შეიძლება გაიტესტოს და წავიდეთ ნახოთ. მოდი ახლა განვიხილოთ high time frame-ზე რა შეიძლება მოხდეს, ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ გამოიყურება იდეალურად. ძალიან ცუდად გამოიყურება ყველაფერი, რა მოხდება არავინ არ იცის. ეს ვიკლიზე დავკარგეთ თავიდან, მაგრამ მაინც all time high გავაკეთეთ და ჩამოვედით ქვემოთ. ნუ რა ხდება ახლა ვიკლიზეც აქ დიც ვერაფერ, ანუ ვერაფერს ვიტყვი იმისთვის, რომ თქვენ გაგამხნევოთ, იმიტომ რომ არაფერი არ გამოიყურება ახლა კარგად, ნამდვილად არ გამოიყურება კარგად და ტყუილ უბრალოდ ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ აი კარგი რაღაცები შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ტექნიკურზე დაყრდნობთ. თუ ტრამპი გამოვიდა და ისევ რაღაცა თქვა, რაც ბაზარს წაიყვანს მაღლა, ამქემოთ, მაგ შემთხვევაში უკვე სხვა თემა არის. ნუ დეილიზე რა ადგილები შეიძლება ახლა გაიტესტოს, დეილიზე ძალიან ბევრი ადგილები გვაქვს, რომლებიც შეიძლება გაიტესტოს ბიტკოინის დეილიზე. 4 საათიანზე გვაქვს კიდე აქ ნოდი, რომელიც აქ ყველანაირად გატესტილია, მაგრამ აქ ქვემოთ შეიძლება კიდე ავიღოთ liquidity. გადავიდეთ ახლა დეილიზე. დეილიზე გვაქვს ეს ლეველი, ქვემოთ კიდე ეს ლეველი, ეს ლეველი და ეს ლეველი ისევ ქვემოთ გაიტესტოს და მე რა თქმა უნდა უფრო ქვემოთაც გვაქვს ლეველები, მაგრამ ამათზე ლაპარაკი ჯერ ადრე არის. ნახეთ რამდენი ლეველები არ რამდენი შეიძლება გაიტესტოს და სად უნდა იყიდოს შენ. მე პირადად ყველგან აქ ორდერებს არ დავდებდი. ანუ რო იციან ხოლმე რომ ყველა დიპზე უნდა იყიდო, მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე, ამ ყველა ლეველზე ორდერს არ დავდებდი, უბრალოდ დაველოდებოდი ფასი სადამდე ჩამოვიდოდა და დაველოდებოდი რომ როტაცია მომხდარიყო, ანუ ფასი რო ჩამოვდის ეს დიდი სიმძლავრით, შეიძლება მე კიდე ჩამოვიდეს და მე შეიძლება დავინახოთ ესეთი როტაცია და როცა დაინახო როტაციას, მაგრამ მე მან შეიძლება შეხვიდე ლონგზე ეს არ მოითხოვს მაგარ ტრეიდერობას, უბრალოდ მინიმალური რამე რაც შეიძლება იცოდე და სხვებზე ვინც არიციან ეს მეთოდი, მათზე უკეთეს ფასად შეგეძლოს ყიდვა. ну ბევრი ვერაფერს ვერ გავიტყვი ამაზე, ძალიან დიდი რეინჯი გქონდა ჩვენ აქ, რომელიც დავკარგეთ, ძალიან გრძელი და ძლიერი რეინჯი, ესე ვთქვათ, რომელიც დავკარგეთ, გავტესტეთ, წამოვედით ქვემოთ, რაც რა თქმა უნდა არ არის პოზიტიური. დავკარგეთ რეინჯი, გავტესტეთ, წამოვედით ქვემოთ, ახლა რა ხდება აქ? ანუ ლოკალურად რას უნდა ვუყუროთ, რომ პოზიტივი ისევ შენარჩუნდეს, ანუ აქ ახლა ლოკალურად გვაქვს ჩვენ double time frame-ზე უნდა გადავიდეთ, გვაქვს ბოლო წერტილი, ბოლო defense zone, რომელიც შეიძლება გაიტესტოს. ანუ აქაც იყო გასატესტი, რომელიც გავტესტეთ, მაგრამ ძლიერად არ გამოიყურება ახლა ჩვენი ეს გატესტვა. ძლიერად საერთოდ არ გამოიყურება.
რომ შესაძლებელი არის ეს ლეველიც გაიტესტოს და აქედანაც თუ ვერ წავედით მაღლა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გავტესტავთ იმ ქვემოთა ლეველებს, რომლებიც აქ მაქვს ახაზული. რა შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასი all-time highs გატესტავს, თუ რა თქმა უნდა ჩვენ გავარღვევთ აი ამ ლეველს. აი ეს drop off point-ი, რომელმაც ეს წერტილი, ანუ ეს წერტილი არის, რომელმაც ჩვენ წაგვიყვანა ლოკალურ low-ზე, ანუ მაღალ time frame-ზე, ლოკალურ low-ზე, რომელმაც წაგვიყვანა. ანუ ეს არის ეს ლეველი. შემდეგ ეს ლეველი გავტესტეთ და დასტურდა, რომ ეს ლეველი არის ძლიერი, წამოვედით ქვემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ლეველს გავარღვევთ daily-ზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გავტესტავთ all-time highs. მე ყოველთვის ვამბობ, რომ როცა შენ კარგავ range-ს და range-ში ისევ შემოდიხარ, ანუ range-ში შემოსვლას არ გულისხმობ, მე უბრალოდ ესე სანთლით თავის შემოყოფას. ყოველთვის გულისხმობ, რომ შენ გაარღვიო რაიმე სიგნიფიკანტური ლეველი, რომელმაც წამოგიყვანა ქვემოთ და დაგაკარგინა range. შენ ამ წერტილმა დაგაკარგინა range, გატესტე, წამოხვიდე ისევ ქვემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ახლა ამ drop-offs გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ჩვენ ისევ შემოვედით range-ში, ისევ range-ში ვაჭრობთ და როცა შენ range შემოდიხარ, ისევ შენ ყოველთვის ტესტავ range-ის მაღლითა მხარეს და მაგ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავტესტოთ all-time high და შემდეგ ანუ დიდი შანსი არის, რომ გავარღვევთ all-time high, იმიტომ რომ შენ უკვე ქვემოდან მოდიხარ, ანუ liquidity გაქვს ქვემოთ აღებული, ახალი ფული გაქვს აღებული და შეიძლება ახალი ფულიც ცადო, ასე ვთქვათ, all-time highs გარღვევა და ახალი all-time highs გაკეთება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით ფასი არანაირად არ გამოიყურება. ძლიერად უნდა დაველოდოთ უბრალოდ ორ-შაბათს, სამ-შაბათს ბაზრები რო გაიხსნება, რა მოხდება, მაგრამ მე პირადად ეხლა ამ მომენტში დიდ პოზიტივს მართლა ვერ. გადავიდეთ ეთერიუმზე, ეთერიუმმა რა თქმა უნდა ძალიან დიდი ვარდნები გვანახა. და რა შეიძლება ველოთ ახლა ეთერიუმისგან. ეთერიუმზე, ანუ ვერც ეთერიუმზე ვერ ვიტყოდი ვერაფერს პოზიტიურს, ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ არის, რომ ეთერიუმმა შეიძლება გატესტოს ეს ადგილი 1600-1500 დოლარი. ეს მონდლიზე, მონდლიზე ვნახოთ. ჩემი მაუსი იჭდება. ოკეი. ვიკლიზე რა თქმა უნდა ეს ლეველი ძლიერი, იმიტომ რომ აქ ვხედავთ liquidity-ებს, ანუ ეს არის წერტილი, რომელმაც წაგვიყვანა ისტორიაში all-time high-ზე, შემდეგ ეს წერტილი ისევ გაიტესტა და წაგვიყვანა შემდეგ all-time high-ზე. შესაძლებელი არის ეს ლეველი ისევ გაიტესტოს, ნორმალური ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, ანუ მე ყოველთვის ამბობ, რომ ბევრი უყურებს ტექნიკურებს და აი ეს ლეველი აუცილებლად უნდა გაიტესტოს, ის ლეველი აუცილებლად უნდა გაიტესტოს. და შეიძლება ახლა ვიღაცამ ვთქვას, რომ ეს ლეველი აუცილებლად უნდა გაიტესტოს, იმიტომ რომ გასატესტია და ანუ ეს ვთქვათ, რომ ეს ლეველი კიდე გასატესტია და აქ უნდა გაიტესტოს, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა შეხედო ბაზრისთვის კარგი იქნება თუ არა ეს ლეველი რომ გაიტესტოს, ანუ ნახეთ ეს ლეველი რომ გაიტესტოს, ახლა მთლიან კონსტრუქციას, ანუ აქ კონსტრუქცია უკვე შეცვლილია, ნეგატიურ კონსტრუქციაში ვარ ჩამოსული, მაგრამ ეგრეთ თუ უყურეთ, მაშინ ეს ლეველიც გვაქვს გასატესტი, ეს ლეველიც გვაქვს გასატესტი, ეს ლეველიც გვაქვს ქვემოთ გასატესტი და შეიძლება აქაც low time frame-ზე რამე ლეველი იყოს გასატესტი. და მაგ შემთხვევაში ანუ გაწყობს თუ არა, ახლა ფასი კიდე რო ჩამოვიდეს აქ 400 და 500 დოლარზე, სასიამოვნო იქნება ეს თუ არა და კარგი იქნება ეს თუ არა და იქ იქნება თუ არა კიდე სურვილი რომ კიდე დაამატო შენ ეთერიუმის პოზიციას, ანუ კიდე დაამატო თუ არა ინვესტიციები ეთერიუმს. რა თქმა უნდა, მე პირადად აღარ ვიყიდი, როგორც უნდა მჯეროდეს. რაიმე კოინის, გინდაც ბიტკოინის, თუ ის გააკეთებს all-time high-დან, პროცენტიანი კორექცია გვაქვს, 90%-იანი კორექცია, რაღაც უნდა დაამატო, ხო, ანუ მე პირადად არ გავაკეთებდი, ანუ როგორც უნდა გჯეროდეს რაიმე კოინში, შეიძლება არის კიდევაც ისეთი კოინები, რომელსაც გააკეთებს 90%-იანი ვარდნა, სოლანა რო ავიღოთ, დიდი ვარდნა გააკეთეთ და შემდეგ კიდე 8 დოლარიდან სადამდე წავიდა, 50x გააკეთეთ, რამდენიც გააკეთა, არ აქვს მნიშვნელობა. გააკეთე ძალიან დიდი ვარ და წავიდა მაღლა, ხო, მაგრამ ეგ ხდება მილიონში ერთი. რა თქმა უნდა, მე არ გავრისკავ იმას, რომ იმ მილიონში ერთს გავარტყა, იმიტომ რომ მე ვარ ტრეიდერი, რა თქმა უნდა, ვარ ინვესტორიც, მაგრამ როცა შენ ხედავ, რომ შენ ინვესტიციები არ გამოდის და მიიღე არასწორი გადაწყვეტილება, უნდა აღიარო ეს უბრალოდ და უნდა დაანებო ამ ყველაფერს თავი. ნუ ეთერიუმზე ვიცი, რომ შეიძლება ეს ლეველი გაიტესტოს, მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
ეხლა უნდა მithქვა რა შემთხვევაში შეიძლება ვივარავდოთ, რომ ეგ ლეველი აღარ გაიტესტება მეთქი და მინდოდა ეს ლეველი დამიხაზა, მაგრამ ხედავთ, რომ ამ ლეველსაც ვკარგავთ. ანუ ეს ლეველს ჩვეულებრივად იკარგება. ჯერ დაკარგულად არა დავკარგეთ. ეს ლეველიც დავკარგეთ. იმიტომ რომ ეს სანთელი გაიხსნა და დაიხურა ამ ლეველის ქვემოთ. ამიტომ ეხლა გვაქვს ეს ლეველი, რომელიც თუ არ შევინარჩუნეთ, აი ეს ლეველი თუ არ შევინარჩუნეთ, შემდეგ აუცილებლად გავტესტავთ აი ამ ლეველს. რამდენი პროცენტი დაგვჭა აქედან აქამდე? ანუ კიდე 20%-იანი ვარნა შეიძლება მოხდეს. ან უნდა გავარღვიოთ ეს ლეველი ისევ, ნახეთ ძალიან ლამაზად არის ეს ლეველი $2191 ლეველი თუ გავარღვიეთ. აი ეს ლეველი თუ გავარღვიოთ, მეგობრებო, მე შეგვიძლია ვივარავდოთ, რომ ასე წავა. აუცილებლად გავტესტავთ ამ ლეველს. შემდეგ აი ამას გავტესტავთ და ეს ყველაფერს თუ გავარღვიეთ, მე უკვე მაგას ჩემი მაუსი გავრჩებულია მე მგონი. მე უკვე შეგვიძლია ეს ლეველი გავტესტოთ, ეს ლეველი გავტესტოთ, ეს ლეველი გავტესტოთ და მე უკვე all-time high-საც მივგაგროთ, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად არ გამოიყურება არაფერი პოზიტიურად, ჩავიდეთ low time frame-ებზე. low time frame-ზეც ვხედავთ, რომ ანუ არ არის ინტერესი არ არის ამ კოინში. საერთოდ ბაზარს. არ არის სიძლიერე, არ არის ძლიერი სრდები, არის მხოლოდ ძლიერი ვარდნები. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ვიკენდზეც ვართ. ეს კვირა დღეა. ამ ვიდეოს რო ვაკეთებ, ლოკალურად ეს ბოლო ლეველია, რაც შეიძლება გავტესტოთ ახლა. აი აქ სადაც მე დაინტერესებული ვარ ლონგებისთვის, იმიტომ რომ მაინც ვიმყოფებით სუპორტზე. აი ეს არის მაინც ჩვენი სუპორტი და დაინტერესებული ვარ აქ ლონგებით, იმიტომ რომ შენი რევარდი, აი როგორც აგიხსენით, არის თლიანი ეს მხარე, ამიტომ ლონგები რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა ვიდრე შორტები, იმიტომ რომ შენი შორტები არის აქამდე. რა თქმა უნდა, სკალპინგისთვის და დეი ტრეიდინგისთვის არ არსებობს შორტში შეგიძლია კაი მოგება გააკეთო და ლონგშიც, მაგრამ უფრო დიდი ტრეიდები და უფრო სუყე და ძლიერი ტრეიდები რა თქმა უნდა ლონგებია ამ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდოთ კონფირმაციებს, იმიტომ რომ აქ ბოლო ლოკალურ drop-off-საც 15 წუთიანზე ვარეჯექტებთ. ეხლა ესეც თუ დავკარგეთ, მე უკვე რა თქმა უნდა იქნება უფრო ძალიან დიდი დროპი, მაგრამ თუ გავარღვიეთ, მე უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გავტესტავთ მაღალ ლეველებს, მაგრამ ეს რაც შეეხება day trades და scalping-ს, მაგრამ აი time frame-ზე მე მგონი ყველაფერი უკვე ძალიან კარგად ვიცით, ველოდებით, რომ შესაძლებელია ეს ლეველი გავტესტოთ, ეს მწვანე ბოქსი. თუ აქ არ გავარღვიეთ ეს ლეველი 191,000 $2191. თუ გავარღვიეთ, მე შეიძლება გავტესტოთ ისე ეს ადგილი და მე შეიძლება ეს ადგილის თუ გავარღვიოთ, ეს ადგილი გავტესტოთ და მე უკვე all-time high-ზეც მივიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ბიტკოინზეც ბევრია დამოკიდებული, ტრამზეც ბევრია დამოკიდებული, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ არ უნდა გიხაროდეს, როცა რამოდენიმე ადამიანი არის, რომელიც შენ ინვესტიციებს მართავს. ტრამპი და ელონ მასკი ახლა მათ შეუძლიათ ყველაფერი გამართონ. მათი ერთი თვითი და შეუძლიათ ბაზარი 20%-ით დაპამპონ, ანუ 20% გაზარდონ და 20% დამპი გააკეთონ, ანუ უფრო მეტიც. ანუ ფასი დააკლონ, რაც რა თქმა უნდა არ უნდა გაწყდეს და არ უნდა გინდოდეს. ეს არის ჩემთვის პირადად დეცენტრალურობის უდიდესი პრობლემა. ამიტომ ყოველთვის რომ კრიპტო არ არის იმისთვის მზად, რაც ბევრ კრიპტო ენტუზიასტს გქონია, სანამ ეს ბაზარი არ გახდება რეგულირებადი, არ დარეგულირდება, მანამდე, ჩემი აზრით, იმაზე ფიქრი, რომ ბიტკოინი არის მომავალი რაღაცა, ჩემი პირადი აზრით, ჯერჯერობით უდიდესი სისულელია. ეს რაც შეეხება მეგობრებო, კრიპტოს, ეხლა გვაქვს ჩვენ make of break it point-ი, ანუ ის ადგილი, სადაც we have to make or we have to break. თუ არ შევინარჩუნეთ ეს ლეველები, რომლებიც ბიტკოინზე და ეთერიუმზე ვახსენე და ჩამოვსდით ძალიან ცუდი პერიოდი გველის, ანუ არცთვის სასიამოვნო. ასე რომ მომავალი დღეები და კვირები იქნება ძალიან საინტერესო თუ რას გავაკეთებთ ჩვენ კრიპტო ბაზარზე.